ასე გადაღება დამიშალეს და მაინც გადავინე. წამოწვა კი ნაღავ. მურადიც უკვე დაეშვა. უწვიმია. ზირისკენ ხوار წავედით ცოტა. ცოტა დაწეულია, მაგრამ ეს ნორმალურია. აუცილებელია ყოველდღიურად შევამოწმოთ ჩვენი პირიქი. ამ შემთხვევაში პლომბი ქონდა დადებული, ეს არის კომპანიის პლომბი. როვინმეს გაეტეხა ხელი მოეკიდებინა, აუცილებლად მე სხვანაირად უნდა მოვიცეთ დავრეკოთ კომპანიაში, სადაც რო ჩავაყენოთ საქმის კურსში. ბელგიაში კიდევ აუცილებელი პირობა ბაკები შევამოწმოთ. როგორც წესი ხრიტავენ ჩათლახები, სალიარკის გამოიპარავენ და ძალიან სახიფათოა ბელგიაში ისეთ ადგილზე დგომა, სადაც შეიძლება მოვიდნენ და ბაკს რამე დაუზიანონ. ჩვენი ბაკიც სრულ წესრიგშია. ახლა გავხსნათ სმენა და რანერა ავახუიოთ. სმენის გახსნა ხდება ასე. აწვევით ოკეის. ჩამოვდივართ ქვემოთ. ვოდიტელ ანუ პირველი მძღოლის განყოფილება, ამის შემდეგ შევდივართ დაწყება. შემდეგ ვირჩევთ ქვეყანას. ჩვენ ვართ ბელგიაში, შესაბამისად ინდექსი არის ბელგია B. თუ მაგალითად სხვადასხვა ქვეყნები, ავსტრია და ასე შემდეგ. ვირჩევთ ბელგიას. ველოდებით დამახსოვრებას, გამოვდივართ ერთით უკან და ჩამოვდივართ მეორე მძღოლზე. რადგან ორი მძღოლი ვართ. ისევ ხსნით ნაჩავასტრანი, ანუ ცulis დაწყება, ისევ ბელგია. თუ ერთი მძღოლია, მაშინ მხოლოდ ერთი მძღოლის იხსნება. გამოვდივართ მთავარ მენიუში და ვაყენებთ ჩაქუჩებზე. ჩაქუჩები არის მუშაობის რეჟიმი. ეს არის ლოგინები, დასვენების დრო. ეს არის კონვერტები. კონვერტები არის მოლოდინის რეჟიმი. ჩვენ ჩაქუჩები დავაყენეთ იმის გამო, რომ სანამ მანქანას არ შემოუვლით, სანამ არ დავუწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზია, მანამდე დაძვრა არ შეიძლება. ასე შეგვიძლია გავჩერდეთ 4, 5, 6 წუთი. ამის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. აი ეს, აქ რო ზრიალებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტახოგრაფის მონაცემები დისტანციურად იკითხება ჩვენი ოფისის მიერ. ან შეიძლება ჩვენთან გვერდზე პოლიცია დადგეს და მასაც შეუძლია დისტანციურად წაკითხვა. როცა ეს ასე ტრიალებს, ნიშნავს, რომ ჩვენი ტახოგრაფის მონაცემებს კითხულობს ვიღაც. ახლა ნელა გავაზადნოთ, გავწვრეთ აქედან.
ჩემი. ნელა. მიდი, გააკ ადგილი, მიდი. ესეც ასე, ყველაზე მეტად უბრალოდ გამოვედით ვიდრე ჩვენ ვეღარ წავედით კაცის. ესეც ასე, მოვედი დატვირთვაზე. ერთი პალეტი უკვე ჩამოუღიათ. იქოს. ეს ასეთი ტაჩკა ყავს. თვით დამეცლელი. აბა შორის კარგი გასართობია, როცა მოწყენილი ხარ უსახსურად კარგი გასართობია, დადიხარ დაკატაო შეთვის უჩქარდადის ალენებს ყოველთვის ვაწყობ ერთმანეთთან და მოშორებით ამოვებით 25 სანტიმეტრის სრულიად საკმარისია, რომ აეროდის დისტანციაც ჩაითვალოს. ასე დავდებ. ძირითადად ასეთი დაცლები ხდება ხოლმე იმ კომპანიებში, რომლებსაც ხუთიდან დაარღვევს ზედმეტი მუშახელის დასაქირავებლად და ძღოლებს გავარდებულებენ დავტვირთოთ და დავცალოთ ჩვენი მიტანი ან წარმოსაღები პალეტები. ესეც ჩემი დატვირთულია, მე თვითონ დავტვირთე, სხვათა შორის არის ტექნიკა, ელექტროტექნიკა, ბატარეები. აი აქედან უფრო უკეთესად გამოჩნდება. აი ეს შიგნით რა არის? ალდის ესა რა ქვია, ტვირთია. ალბათ ალდიში რო რაღაც ტექნიკის ინვენტარია ხოლმე ის არის. ან შეიძლება კარგალკები, დრელები, პატარა და მსგავსი რაღაცეებია. დატვირთვა იყო 2 ადგილზე, ჰამბურგში, აქედან ახლობით 200 კილომეტრში და ჩამოვიტანეთ, ეხლა ვართ ბელგიაში, ბრიუსელიდან დაახლოებით 15 კილომეტრში. ან შეიძლება ცოტა მეტში. ერთ-ერთი აუცილებელი რაც უნდა ვიცოდეთ, როცა თვითონ ძლით და ვიქნავთ არის ის, რომ თუ რაღაც დავიზიანეთ, სიტყვაზე ფეხი ვიტკინეთ დაძილის დროს, ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია სრულიად ანაზღაურებს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევით თავისთავად მკურნალობას, ასევე ჩვენივე დროს მკურნალობისას გადაგვიხდიან როგორც ნამუშევარს, რადგან უშუალოდ სამუშაო შესრულების დროს დავიზიანეთ, ფეხი იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადგილი, რასაც თავისთავად დავიზიანეთ. ასე რომ ეგეც კარგი რამია, მაგრამ არ აგონია ვინმეს სახში წოლა და ფეხმოთელი კონტრიალი ერთიგოს ასე სიარული და მთავრობას. ყოველ შემთხვევაში მე მასე ვარ დაწყობილი, ჩვენი ავიმუშაო.
ისეთ თვირთებს როგორც წესი ფოსტას უძახიან, რადგან ღირებულება დიდი აქვს, შესაბამისად ძალიან ჩატია. დაახლოებით მთლიანი თვირთი 21 პალეტი იყო და მთლიანი თვირთის სრული მასა იყო დაახლოებით 4 ტონა არც მაგდები. მაგრამ სამაგიეროდ საშაროა იმ მხრივ, რომ თუ ქურდებმა მოინდომეს და თქვენი გაძარცვა მოიფიქრეს, გახსნეს ტრეილერის კარები ან გატეხეს ან მსგავსი რამე, აუცილებლად მაქსიმალურად ყველას აიღებენ. შეიძლება გადაალაგონ. თანაც ასეთი თვირთის გადალაგება ძალიან ადვილია. ერთია რომ ჩატეა, მეორე პატარ-პატარა ყუთებშია და უცბად გადაკრიფავს ადამიანი, ჩვეულებრივ სურო რამე განსაკუთრებული უნარები არ ქონდეს, მისთვისაც ძალიან ადვილი იქნება პალეტების უცბად გადაკრიფვა. ეს ორი ზოლის დაკავება, თუ გინდათ სამი დაიკავეთო, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენი პალეტები იმ სიგრძეზე დავალაგე, რომ აქეთ იქით 10 პალეტი რო დავდო, პრობლემა იქნება მათთვისაც და ერთისათვის. ორი ზოლის სრულიად საკმარისია, იმისთვის რომ ეს პალეტები დავდიო. თან მთლიან სკლაჩი ნახეთ რა ხელა ადგილია. ისე ალდის სკლაჩი ძალიან იშვიათად ნახავ ასეთ ძალიან ადგილებს. რადგან ალდი, ლიდლი, ნეტო და სხვა არხების მსგავსი კომპანიები ერთადაც ძალიან გადატვირთულები არიან ხოლმე. ეს თანმიმდევრობა სპეციალურად ავიღე, ასე პირველი თხოვე რომ შუა აეღოთ, რადგან შუის აღების მერე ერთი პალეტი შიგნით რჩება, ერთი გარეთ და ასე ორ პალეტიანი აღება ადვილია. მთლიანად ცოტა ძნელდება ხოლმე, რადგან როცა ცელოფანითა დაფიქსირებული ყუთები, ეს ცელოფანი ერთმანეთთან ხახუნის დროს ეწებება ერთმანეთს და უფრო ძნელია გამოღება.
რაც ყველაზე ძალიან არ მინდოდა რომ ენახა და არა და ველოდი ისეთი იყო ისეთი მახინჯი რომ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა ვიცი დავადირე ეს ტვირთი არის ნახევრად ADR-ია. ცეცხლსაშიშია ბატარეები არ ვიცი რა არის ასეთი, მაგრამ ფაქტია რომ წამოწვა კი ნაღავ პალეტებს. სენი ახლა ცალ-ცალკე უნდა გავიტანო, თორე საშიშია ამის გრძელი პრინციპით გატანა. ყველაზე მეტად ეს მაინტერესებდა მე და რა არის. რატომაც ნავიგაცია მოვიდა ასე პატარა, პატარა პლანშეტით. Всё, никакой проблемы делать. ესე გადაღება დამიშალეს და მაინც გადავიღე არაბიჭოს და ამათ შევეკითხებ. Всё, ესეც შემდგენელი ბიზნესი.